გჯერათ თუ არა, რომ იდეებს ცვლილებების მოხდენის უნარი შესწევს. გუნდს, რომელიც სწორედ ასეთი ნოვატორული იდეების გასავრცელებლად აწყობს ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ამ უნარის სჯერა. რას ნიშნავს ბევრისთვის დღესაც უცხო და გაუგებარი ტერმინი TEDx-ი? რატომ არის ეს მინი-სალექციო ფორმატი ასე პოპულარული მთელ მსოფლიოში? და ვინ იქნებიან ის ქართველი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 17 აპრილს მსმენელი შთაგონებას, გამხნევებას, გაძლიერებას, დარწმუნებას შეეცდებიან? ბილეთები ღონისძიებაზე დასასწრებად ხვალიდან იყიდება. გაიგეთ მეტი TEDx-ის შესახებ. დავბრუნდით ისევ ეთერში, ვისაც გჭირდებათ შთაგონება, мотиваცია და გამხნევება და პრინციპში ეს ალბათ ყველა ადამიანს ნებისმიერ ეტაპზე სჭირდება. ყურადღებით უნდა იყოთ გადაცემის ამ ნაწილში. TEDx-ის შესახებ ალბათ ბევრ ჩვენ მაყურებელს სმენია, თუმცა მნიშვნელობა მათთვის შეიძლება მაინც ნაწილობრივ ბუნდოვანი იყოს. იმისთვის, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს, ძალიან საინტერესო სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან, რომლებიც რა თქმა უნდა დეტალებში უფრო კარგად გაგარკვევენ და გეტყვიან 17 აპრილს სად უნდა წახვიდეთ და რა უნდა გააკეთოთ და რა უნდა მოისმინოთ იმისთვის, რომ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება პრინციპში. ჩვენი სტუმრები არიან ირინა ღუღუნიშვილი, ორგანიზატორი, თიმოთი ბლაუელტი, TEDx 2016 სპიკერი, მერი გაბაშვილი, TEDx თბილისის თანადამფუძნებელი და ბორის კიკნაძე სპიკერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და ზუსტად იმით დავიწყოთ, რითიც მე დავიწყე, ხო, ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი, რას გულისხმობს კონკრეტულად TEDx-ი ჩვენ მაყურებელს რო განვუმარტოთ. ვინი სალექციო გამოსვლებია, ხო, ესე ვთქვათ. TEDx-ის უკან დგას გლობალური ბრენდი TED-ი, რომელიც პირველად 84 წელს ჩატარდა კალიფორნიაში და მისი მთავარი მიზანი იყო, რომ ინოვაციისთვის შეეწყო ხელი. ანუ ეს არის კონფერენცია, სადაც ბევრი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი თავის იდეებს ავრცელებს და თვითონ ფორმატს ცოტა განსხვავებული არის. არ არის ეს თქვათ რაღაც ლექცია, ეს არის უფრო ინსპირაციული და უფრო თქვათ არაფორმალური talk, ესე ვქვათ, TED Talk. და არის მაქსიმუმ 18 წუთიანი. შეიძლება ეს თემა შეეხოს თქვათ ტექნოლოგიებს, ახალ გამოგონებებს, შეიძლება შეეხოს თქვათ პირადი ისტორია, შეიძლება იყოს თქვათ ისეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ნუ რეალურად უფრო არის აქ კონცენტრაცია იდეებზე, რამდენი ინოვაციური იდეა არის და ნუ რეალურად ამ TED-ის სლოგანიც არის ideas worth spreading, ანუ ისეთი იდეები, რომელიც მნიშვნელოვანია და ისეთი იდეები, რომელიც უნდა გავრცელდეს მსოფლიოში. ამ TED-ი 90-იანი წლების მერე უკვე ყოველ წელს სტარდება, ამერიკაში იყო და ხა კანადაში გადავიდა. ჩვენ შევერთით 2012 წელს. ანუ რეალურად TED-ი აძლევს ლიცენზიას, თქვა TEDx-ი, რომელიც არის დამოუკიდებლად ორგანიზებული კონფერენცია. და სტარდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე ძალიან პოპულარული ხდება ყოველ წელს და საქართველოში 2012 წელს დაიწყო. მერი ერთ-ერთი დამფუძნებელი არის და ნუ ჩვენ უკვე მეოთხეჯერ ვატარებთ საქართველოში და ანუ ვეძებთ ისეთ იდეებს და ისეთ საინტერესო ხალხს გამომსვლელებს, რომელიც შეიძლება თქვა ბევრი სხვადასხვა სფეროდან იყოს. მე ამაზე ილაპარაკებს უკვე უფრო დეტალურად თქვა ვინ იყო გამომსვლელი და ალბათ 2012 წელს მაინც სიახლე იქნებოდა ქართველებისთვის, ხო? რამდენად სწრაფად ავუღეთ ალღო და რამდენად მიუხვდით რაში მდგომარეობდა თვითონ TEDx-ის საიდუმლო, ასე ვთქვათ. თავიდან ცოტა უფრო ნაკლებად პოპულარული იყო მართალი ბრძანდებით, ანუ რა იყო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც იცნობენ ამ ფორმატს. ძირითადად იყო ადამიანები, რომლებიც კარგად იციან ინგლისური ენა, იმიტომ რომ TED კონფერენციები ძირითადად ინგლისურად ტარდება, ამიტომ ის ვისთვისაც ენა ბარიერია, მისთვის ეს ფორმატი ახალი იყო. ამიტომ დასაწყისში მართლა დაგჭირდა ერთგვარი საინფორმაციო, ასე ვთქვათ, კამპანიების წამოწყება და ადამიანებისთვის ამ ფორმატის ახსნა, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რატომ არ იყო ეს უბრალოდ კიდევ ერთი რაღაც კონფერენცია, ხო? რაც მოსაბეზრებელი ფორმატი, რითი იყო ის განსხვავებული და ისი მოტანა შეეძლო ამას ქართული საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვით ამას თავი, იმიტომ რომ ბოლო TED-ს გავიხსენებ შარშანდელს, ჩვენ ბილეთების გაყიდვა რომ დავიწყეთ, დაახლოებით 1 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა, ასე რომ მე ვფიქრობ, ეს ინდიკატორია იმისა, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რითი განსხვავდება TED-ის სხვა კონფერენციებისაგან. ასევე სპიკერების კუთხითაც, თუ პირველ წელს გვიწევდა დარწმუნება ადამიანების, რომ ეს თავად ეხმიანებოდით და ეძებდით ხომ ალბათ? დიახ, ჩვენ ვეძებდით საინტერესო იდეებს, საინტერესო ადამიანებს
ადამიანებს გვიწევდა დარწმუნება მათი იმაში, რომ ეს საინტერესო ფორმატი შეიძლება იყოს მათთვისაც. წელს უკვე ნაკლებად ჰქონდა ეს პრობლემა, ანუ ცხადია ჩვენი აქტიურად მუშაობთ ყველა სპიკერთან, მაგრამ ინტერესი მეორე მხრიდანაც უკვე უფრო გასწილია და გვიკავშირდებიან და გთხოვენ, რომ გამითვალისწინოთ შემდეგისთვის მე მაგაც საინტერესო იდეა და მინდა აი საინტერესოა ეგ როგორ ხდება TEDx-ის მონაწილეების შერჩევის პროცესი უფრო კონკრეტულად. და ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რეალურად ყველანაირად ვცდილობთ რომ ჩავთოთ ყველა ამ პროცესში, ყველას აქვს იმის საშუალება რომ წარადგინოს სპიკერი, თვითონ ვინც გონია რომ საინტერესო იქნება და შესაფერისი იქნება ამ TED-ის ფორმატისთვის. ამიტომ გვაქვს ხოლმე ფორმა, რომელსაც ვავრცელებთ Facebook-ით და ასევე ჩვენ ვებგვერდზე ვდებთ და ჩვენი არხებითაც ვავრცელებთ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი თავი წარადგინოს და ახსნას თქვა რატო იქნება კარგი სპიკერი და რა იდეა არის, რაც მთავარია და ასევე შეუძლია თქვა მეგობარი ნაცნობი ნებისმიერ ადამიანი თქვა წარადგინო ამით რეკომენდაცია და უნდა ახსნა თქვა რატო გონია რომ შესაფერისი და კარგი იქნება. ხო რატომ იმსახურებს ეს კანდიდატი დავშოთავო. მე დავამატებდი, მე ვფიქრობ რომ ამ ფორმატის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს არ არის რაღაც ელიტური ფორმატი, რომ მაინც და მაინც უნდა იყოს ცნობილი მეცნიერი, ან დამსახურებული უნდა ქონდეს, ანუ რაღაც ორგანიზაციასთან უნდა იყოს აფილირებული იმისათვის, რომ გახდეს სპიკერი. ეს მომენტები აქ არ არის. ერთადერთი კრიტერიუმი შერჩევის არის, რომ შენი იდეა არის ინოვაციური, გახლებული ხედვა, განურჩევნად იმ საერთო სფეროში. ეს არის მთავარი კრიტერიუმი. არც ასაკი, არც ნებისმიერი სხვა ფაქტორი აქ როლს არ თამაშობს. და დავამატებდი მეც, რომ რეალურად არ ნიშნავს თქვა ინოვაციურობა იმას, რომ რაღაც ახალი უნდა გამოიგონო მაინც და მაინც თქვა ტექნიკური კუთხით შეიძლება უკვე აი ძალიან ბევრჯერ დაფარული თემა რაღაც ახლებურად შეხედა. ყოველ წელს მაინც განსხვავებული თემატიკა აქვს, ხო? წლევანდელი რა არის? ალბათ აქტუალობიდან გამომდინარე ხდება ამ თემატიკის შერჩევა. ჩვენ ვცდილობთ რომ ყოველ წელს ერთგვარი გამაერთიანებელი ზოგადი თემა ავარჩიოთ. ამ შემთხვევაში თავისუფლები ხართ ჩვენ თვითონ ქართული მხარე ვიღებთ გადაწყვეტილება. ჩვენ ვარჩევთ, იმიტომ რომ ეს პრინციპში როგორც ინამახსენა TEDx-ი არის ლოკალური ფენომენი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ლოკალურ ინტერესებს და ლოკალურ კონტექსტს პასუხობდეს. თუმცა ყოველ წელს თემას ვარჩევთ სწორედ იმის გათვალისწინებით თუ რა შეიძლება იყოს საინტერესო ქართული საზოგადოებისთვის და რა არის აქტუალური ქართული საზოგადოებისთვის. ამავდროულად თემა არ გვინდა იყოს ძალიან ვიწრო, იმიტომ ჩვენი სპიკერები სხვადასხვა წარმომადგენლები არიან და ეს სივრცეც გვინდა რომ მივცეთ რომ თავის დარგი წარმოაჩინონ TEDx-ის ფარგლებში. მაგალითად წლევანდელი ღონისძიებისთვის შევარჩიეთ თემა ინოვაცია, ანუ გვინდა შეუპირველესწორად ინოვაცია და ტრადიცია ერთმანეთს. ეს მე მგონი მუდმივი თემაა საქართველოში, ყოველთვის აქტუალურია და გვინდა რომ ჩვენმა სპიკერებმა თავისი დარგების გადმოსახედიდან მოგვითხრონ იმ იდეების ამ პროექტების შესახებ, რომელიც აი ამ ორის გადაკვეთაზე შეიძლება აღმოვაჩინოთ. ამ თემაზე მგონი პირველად არ საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენთანაც წამყვანს ჯონ ვერდმანსაც ჰქონდა ერთ-ერთი გამოსვლა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებული ფარგლებში TEDx-ის. გასულ წლებს რო შევადაროთ, ხო, ესეც საინტერესო ალბათ ჩვენ განვითარებასთან ერთად საზოგადოების ინგლისური უფრო კარგად ვისწავლეთ ვიდრე 2012-ში ვიცოდით, მაგრამ სხვა რაღაცებიც ალბათ შეიცვალა. ხო, იგივე პირველი თემა რა იყო ეს ზოგადი ან წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა? ჩვენი 2012 წლის პირველი ღონისძიების თემა იყო შორი ხედვა, ასე ვთქვათ. თემა ძალიან ისეთი ფართო იყო და გვინდოდა რომ ყველა სპიკერს რაღაც თავისი გადმოსახედიდან შეემატა რაღაც ამ თემისთვის. ძალიან საინტერესო სპიკერები ყავდა ჩემი აზრით. ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო იმ თვალსაზრისით, რომ უცებ გამოვშთით საერთაშორისო ასპარეზზე ამ ღონისძიებით, თუმცა ყავდა ისეთი სპიკერები, როგორც არის მაგალითად დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი, რომელსაც მოგვითხოვ იმის შესახებ, დმანისის არქეოლოგიური გათხრების შესახებ აქტიურად და იმ შესახებ თუ როგორ შეცვალა ამ გათხრებმა ხედვა კაცობრიობის წარმოშობის შესახებ. ისტორია შეცვალა, მისი თოქი გახდა ისეთი პოპულარული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო საიტებში. აი ეს არის უკვე ძალიან საინტერესო პერსპექტივა მას შემდეგ რაც გამოსვლელები მონაწილეობას მიიღებენ TEDx-ში, ხო? იმიტომ რომ მართლაც არის რაღაცა საზღვრები წაშლილია ამ შემთხვევაში და შენი ვიდეო შეიძლება მართლაც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდეს. ამ კუთხით რომ ვისაუბროთ და იმ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც შენი საუბრებს სწორედ ამ ღონისძიებაზე წლევანდელი. ნამდვილად გეთანხმებით, პირველივე გამოწვევა, რომელიც დადგა ჩემს წინაშე, მაშინ როდესაც შემოთავაზეს გამოსვლა, იყო ის, რომ ამ თოქს, ამ საუბარს მოისმენდა არა მხოლოდ ქართული პუბლიკა, არამედ ზოგადად მსოფლიოს გარშემო ყველა მოისმენდა. და თუ გადავხედავთ TED-ის საიტს, იქ მილიონობით ნახვა აქვს ვიდეოებს და შეგიძლია შენი იდეა და შენი ხედვა გააცნო უამრავ ადამიანს. თელ მსოფლიოს პრაქტიკულად. კი, რაც შეეხება ჩემ თემას, წელს, რადგანაც თემატური იყო ინოვაცია და ტექნოლოგიები, ამ სფეროში გაუზიარებ ჩემ გამოცდილებას ქველმოქმედების და ტექნოლოგიების მხრიდან
თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ტექნოლოგიები ნდობის ასამაღლებად საზოგადოებაში და ამ ხელა როლს თამაშობს ნდობა ურთიერთობაში, ეს იქნება ოჯახში, ეს იქნება ბიზნესში თუ ზოგადად საზოგადოებაში. გარკვეულწილად ხო პირად გამოცდილებას მოდი ასე. გარკვეულწილად პირად გამოცდილებას, ასევე იმ ინოვაციებს და გამოგონებებს, რაც უკვე დამკვიდრებულია და გამოვიგონეთ და ასევე სამომავლო გეგმებსაც და როგორ შეიძლება სხვამაც ან სხვა მსმენელმაც გამოიყენოს ესა თუ ის გამოცდილება სპიკერის ამ შემთხვევაში კერძოდ ჩემი და იმედია, ანუ ეს დაეხმარება უამრავ ადამიანს. მილიონობით ნახვა როცა ამ ადამიანებმა თუ გადაწყვიტეს რომ ზუსტად იგივე მიმართულებით გამოიყენონ თავისი ძელები, ნუ შედეგიც ძალიან კარგი იქნება. მარტო ქართველი სპიკერები არ მიიღებენ მონაწილეობას და ერთ-ერთი უცხოელი სტუმარი ჩვენი გადაცემის სტუმარიც არის დღეს და მასაც რო ვკითხოთ, ხო, ის რაზე გაესაუბრება ქართულ აუდიტორიას. Can you briefly talk about the talk you are going to present on this year's event? So my talk is not about innovation or things like that, but really about history and about difficult questions in history. ჩემი საუბარი არ შეეხება ინოვაციებს, არამედ მე პირიქით მინდა ისტორიას შევხედო და ეს და იმ რთულ შეკითხვებს, რომელსაც ისტორია გვეკითხება. So I'm a professor at Ilya University of Soviet history. მე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ვარ საბჭოთა ისტორიის მიმართულებით. And I've become involved with an international project that is interested in the Great Terror, the Stalinist terror of the 1930s. და ეხლა მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში, რომელიც იკვლევს ძალადობის და ტერორის ასე ვთქვათ ფენომენს. And when most people think about that period, they often think of things from the point of view of the victims. და როდესაც ტრადიციულად ამ თემას იკვლევენ ხოლმე, როგორც წესი, მსხვერპლის პოზიციიდან ხდება ხოლმე ამ თემის გამოკვლევა. So our project is looking at the people who committed the terror. ჩვენი პროექტი კი უყურებს უფრო განსხვავებული პერსპექტივიდან, ამ ასე ვთქვათ ძალადობის ჩამდენების პერსპექტივიდან გვინდა რომ შევხედოთ ამ მოვლენებს. And to understand how this happened and how it is that ordinary people can become palachi. და ამ გზით ჩვენ გვინდა გავარკვიოთ როგორ ხდება ხოლმე რომ ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანები იქცევიან ხოლმე მოძალადეებად, იქცევიან ხოლმე ჯალათებად. ანუ ნაწილობრივ მაინც მისი გამოსვლიდან ამას გავიგებთ? დიახ, ეს არის მისი გამოსვლის ძირითადი თემა. საინტერესო. და თავად როგორც გამომსვლელისთვის რამდენად მნიშვნელოვანია TEDx-ის პლატფორმა? Speakers გითხოთ თუ Speakers. How do you think for you personally why is it important to be a speaker in TED format? What it gives you? Well, I think it's a topic that is one that is rarely spoken about. I think it's one that in Georgia deserves to be heard more. And as Boris said, it's an opportunity to speak to a world audience. We're here speaking in Tbilisi, but in reality, we're addressing the entire world. ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ როგორც აღინიშნა, მართალია საქართველოში ტარდება ეს, მაგრამ მთელ მსოფლიოში შეგეძლია მიმართო და ვინაიდან მისი პროექტი საკმაოდ უნიკალური პერსპექტივიდან უყურებს ამ ძალადობის ფენომენს, მისთვის ეს შესაძლებლობაა რომ გააცნოს საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებასაც თავისი მოსაზრებები ამ კუთხით. დრო ხო არ არის მისთვის ნაკლები, იმიტომ რომ როცა უნივერსიტეტო საქმიანობისას გაცილებით უფრო დიდი დრო გაქვს, ხო? იგივე სტუდენტებს, კოლეგებს გაუზიარო შენი აზრით, აქ მაქსიმუმი არის 18 წუთი, ძალიან ბევრია სათქმელი და უნდა მოახერხო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაუზიაროთ ამ სტრესს საზოგადოებას. So in terms of time, you know, in academic context, you have plenty of time to explain to your colleagues and your students the concept of your idea, and now within TEDx format, you have very limited time. So is it a challenge for you, you think? That's one of the reasons it's interesting to do this, I think, because you have to format it in a very non-academic way, with a very limited time. TEDx-ის ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტია, იმიტომ რომ გამოწვევა გაქვს იმისა, რომ ისე ჩამოყალიბო, არ აკადემიურად ისე ჩამოყალიბო, ყოველთვის გასაგები იყოს და მოთავსდე ერთგვარ აი ამ დროით ლიმიტებში. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ასპექტია TEDx-ის ბატონი ტიმატისთვის. ალბათ აი ამ 18 წუთიან გამოსვლასაც ბუნებრივია საკუთარი ფორმა უნდა ჰქონდეს, ხომ და რაღაც წესებს მაინც უნდა ექვემდებარებოდეს გამოსვლა. როგორი უნდა იყოს ეს გამოსვლა? რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი? რა უნდა გადავიდეს თქვას უკანა პლანზე და ასე შემდეგ. ფაქტია რომ არ უნდა მოდუნდეს მსმენელის ყურადღება არც ერთი წუთი. თუმცა აი ამ შემთხვევაში ძალიან რთულ მდგომარეობაში არის გამოსვლელი, იმიტომ რომ კი გადაანაწილოს მსმენელმა შეიძლება უცბად აი რაღაც არ დააინტერესოს და დაკარგოს ყურადღება რაღაც მომენტში. დიახ, მართალია 18 წუთი არის მაქსიმალური დრო, რომელიც არის გამოყოფილი თითოეული სპიკერისთვის. ზოგიერთი მათგანი უფრო მოკლე დროშიც ახერხებს ხოლმე თავისი იდეის გამოცემას. ძირითადი წესი, რომელსაც უნდა, ასე ვთქვათ, მიყვენ არის ის, რომ ეს არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რიგით კონფერენციაზე გამოსვლას არ უნდა გავდეს ეს. ეს არ არის ტრადიციული კონფერენციის ფორმატი, ეს არის ძალიან
ერთგვარი ფორმალური და არ მინდა შევაწყობა მივაყენო ყველა სხვა როცა არავინ არ არის ტრადიციული ფორმატი, ესე ვთქვათ, ფორმალური ჩარჩო. პირიქით TED-ს პრეზენტაციებს აქ ხოლმე ეს განსაკუთრებული რაღაცა ძალიან დინამიურობა, ინსპირაციული მუხტი უნდა კონდეს აუცილებლად. მკაცრავად უნდა ავსებდეს მაყურებელს, რაღაც მხოლოდ ისტორიის მოყოლა უნდა იყოს, უნდა მეუბნებოდეს მე რა შეიძლება წავიღო აქეთ. დამატებითი საშუალებების გამოყენება, ბოდიში რომ შეგაწყვეტინოთ. დამატებითი საშუალებების გამოყენება შეიძლება, ვთქვათ, ვიდეო ინსტალაცია იქნება თუ რაიმე გსურს ვაჩვენოთ ეკრანზე და ასე შემდეგ. გვაქვს პატარა ტრადიციული კომპონენტი რაც არის პრეზენტაციები, რასაც ვიყენებთ ხოლმე კონფერენციებზე, თუმცა ჩვენი მოხსენებელები ხშირად გამოდიან არა მხოლოდ ამით, არამედ აქვს თავისი პირობითად ყავდა მომღერლები, რომელიც მღეროდნენ, ინსტალაციები, ფოტო ჟურნალისტი ყავდა წინა წლებში, რომელმაც თავისი ნამუშევრები გვაჩვენა, ვიდეო ინსტალაციები ქონდა, სულ არის ხოლმე ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის TED-ის განუყოფელი ნაწილი, ასე რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ამის ინტეგრირებას ჩვენს კონფერენციებში და ყველანაირი ვიზუალის გამოყენებას იმისათვის, რომ მაყურებელი არ მოდუნდეს და მისთვის ეს იყოს მთელი პროცესის განმავლობაში იყოს ჩართული და აქტიურად მონაწილეობდეს ამ და შეიძლება თქვა მუსიკალური ინსტრუმენტიც იყოს გამოყენებული და ასე შემდეგ. როგორც მივხვდი, ეს ერთგვარი სამზადისი ეს არ არის. მე მოვედი დავდექი სცენაზე და თქვი ჩემი მონოლოგი. ალბათ გადიან თქვენთან ხო გამოსვლელები კონსულტაციებს, რაღაცნაირად რეპეტიციობთ, რომ მე საბოლოოდ გამოსვლის დღე იყოს ერთგვარი მინი წარმოდგენასავით, შეიძლება ასე თქვას ხო? კოუჩინგს უკეთებთ მანამდე, სპიკერები ხვდებიან თავის კოუჩებს და იმათთან ერთად მუშაობენ თავის TED Talks-ზე, რომ გაუმჯობესონ და ყველანაირად, რაც თავარი არის ასევე, ანუ ყველასთვის უნდა იყოს გასაგები. ანუ რაც არ შეიძლება ძალიან ტექნიკურ რაღაცაზე საუბრობდნენ და თქვათ მეცნიერებაში იყო რაღაც თქვათ ახალი აღმოჩენა, მაგრამ ჩვენთვის თქვათ ვინც ვერ ყვევით ეს იყოს ახსაქმელად TED-ი მაგიტო არის ძალიან მაგარი, რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე არის და ყველასთვის რელევანტური უნდა იყოს ყველასთვის რა და მაგიტო არის ძალიან მაგარი. შეგვიძლია გავიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი გამომსვლელები საქართველოდან და მე რა უკვე მსოფლიოზე შეგვიძლია რომ გადავწყვეტ. ახლა ვუყურებ ქეთი მელუას კადრებს. სიმღერით დაიწყო. კი. რომელმაც სიმღერით დაიწყო და უკვე ბუნებრივია მრავალფეროვანი და ორიგინალური იყო მისი გამოსვლა. ვის გამოყოფდი? პირადად ჩემს საქართველოს თუ ავიღებთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო სანდრო ჯეჯელაოს, დავით გოგიჩაიშვილის გამოსვლები, ასევე ნიკ დავითაშვილის შაშანდელი გამოსვლა იყო შესანიშნავი. ხოლო თუ გადავალთ საერთაშორისო TED-ზე, საიმონ სინეკის მაგალითად და ასევე იმ ლიდერების, რომლებმაც შეცვალეს ზოგადად ისტორია. ზოგადად TED-ი რითაც განსხვავდება, ის არის არაფორმალური განათლების წინწაწევა. როდესაც ადამიანები საკუთარ ისტორიას ან იდეას უზიარებენ სხვებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართულია არაფორმალურ განათლებაში, მათთვის TED-ი არის მთავარი სამიზნე, რომ იქიდან მიიღონ ინფორმაცია. და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც განვითარდეს ეს მიმართულება და ახალგაზრდებს მეუყვებები რომ იმ ახალგაზრდებს განვითარებაში და მათ მივაწოდოთ ის იდეები, თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ, რა არის მნიშვნელოვანი და თუნდაც თუ ამ კონფერენციის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი ან ორი ადამიანი მოვა შენთან და იტყვის, რომ იცი რა, შენი გამოსვლა იყო საკმაოდ კარგი და მე გეთანხმები ამაში და მეც მინდა დავნერგო ჩემ ცხოვრებაში ეს მიდგომა, ეს უკვე დიდი მიღწევაა და სწორედ ამ იმედით გამოვდივარ, რომ ვიღაცას რაღაცით მაინც დავეხმარები და ხელს შევუწყობ, რომ აი ეს ხედვა ჩამოუყალიბდეს განსხვავებული და დაეხმარება განვითარებაში. ასევე საინტერესოა ჩვენს უცხოელ სტუმარსაც რომ ვკითხოთ, რამდენად არის TEDx-ი ერთგვარი საგანმანათლებლო პლატფორმა, რაზეც საუბრობდით, ხომ არაფორმალურ განათლების მიღების საშუალება რამდენად არის მსმენელისთვის უკვე? Would you agree that TEDx is let's say educational format, non-formal educational format that increases, let's say, the education level of viewers? I think in general it is and it does. It's obviously things in a simpler format, but I think it's one that makes these concepts accessible and gives people an interest to look into things in greater detail. დიახ, აბსოლუტურად ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არის საგანმანათლებლო პლატფორმა და მისი ეს მიმზიდველობა, რაც ირინამაც ახსნა პრინციპში არის ის, რომ სიმარტივე არის, მარტივად უხსნის ფაქტობრივად კარს ნებისმიერ მსმენელს სხვადასხვა თემებზე კარი გაიხსნა, ესე შეგვიძლია რომ ვკითხოთ, იმიტომ რომ სანამ გამოხვალ და შენ თვითონ გაუზიარებ სხვა ადამიანებს, ალბათ ძალიან ბევრი ვიდეო ნახეს ხო თვითონ ამ სპიკერებმა და თვითონ თუ გამოარჩევდა, თქვა განსაკუთრებული აღმოჩენები, რომელი ვიდეოდან გააკეთა. თემას სფეროს
Do you have any favorite TED Talk that opened up the doors for you and made changed your world, let's say, in a way? To be honest, I haven't actually watched very many of the TED Talks myself. But I think what is more known is this sort of style of presentation that tries to make things accessible and make people think about things in a way they haven't thought about it before. მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ სტილს, TED-ის ფორმატის და იმ სტილს, რომელთაც ხდება ხოლმე გადაცემა და ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ეს ფორმატი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი განსხვავებულია სხვებისაგან. იცით ასევე საინტერესო რა არის იუმორი. რამდენად აუცილებელია რომ გამოსვლაში იყოს იუმორი და რამდენად იჭერს ასე ვთქვათ ეს რაღაც იუმორული შტრიხები მსმენელს უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე. გააჩნია აქ დამოკიდებულია ეს ყველაფერი იმაზე თუ თემაა მაგალითად შენ საუბარში. ვისაუბროთ ჩემ საუბარზე, ეს შეეხება ქველმოქმედებას, ფილანთროპიას, ტექნოლოგიას. გარკვეულწილად აქ იუმორი ცოტა შეუთავსებელია, მაგრამ თუ გადავხედავთ ზოგად TED Talk-ებს, იქ რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში საჭიროა ესეო დაიჭირო მსმენელი. არსებობს შეგვიძლია გამოვყოთ ორი სტრატეგია მსმენელის დაჭერის, ეს არის იუმორით. ეხლა უკვე საიდუმლოს ამხელ რა, ან იუმორით შეგიძლია დაიჭირო და მუდამ შესთავაზო მათ რაღაც მხიარული, ან ინფორმაციული და პირად ემოციებზე დაფუძნებული გამოსვლა. რომელი უფრო ნამართლებს ეს ისე და ისე დამოკიდებული ადამიანზეა. ჩემ შემთხვევაში ვეცდები რომ ემოციური თვალსაზრისით წავიდგინო მსმენელს, რადგანაც თემა მაინც უფრო ემოციურია. თუმცა საკვირველია იუმორიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ და ალბათ ინტერაქციაც, ხო იგივე ვთქვათ დარბაზს როცა იკითხა მიუხედავად იმისა რომ დრო შეზღუდულია და ეხა იქ დიალოგი ვერ გაიმართება ძალიან დიდი, მაინც ალბათ რაღაც კუთხით შეიძლება საკუთარ გამოსვლაში ჩართო ის ადამიანები, ვინც გისმენენ და ესეც იყოს ერთ-ერთი ხერხი, რომ დარბაზი სულ ასე ვთქვათ. კი. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ როგორც თქვენ აღნიშნეთ, დრო საკმაოდ შეზღუდული. ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომ ჩაგვეტია ეს ყოველივე ის იდეები ამ მოკლე დროში. თან ეს იდეები ისე უნდა გადმოსცე ადამიანს, ვინც გარკვეული ვთქვათ ტექნოლოგიებში, რომ ისიც მიხვდეს რაზეა საუბარი და იმანაც წამოიღოს რაღაც დადებითი შენი საუბარი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩელენჯი და ჩაერთო დარბაზი, ვფიქრობ გაცილებით უფრო დიდი დრო არის საჭირო და ესეც რა თქმა უნდა საინტერესო იქნება. როგორც თქვით, გასულ წელს 1 საათში გაიყიდა ბილეთები, ხო? დღეს იწყება გაყიდვები თუ ხვალიდან იქნება შესაძლებელი? ონლაინ ბილეთების გაყიდვა დღეიდან, გუშინდლიდან არის შესაძლებელი ბილეთები ჯიზე. და 8-ში იქნება გაყიდვა, ვთქვათ, იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება რომ ონლაინ იყიდოს ბილეთები, ეს იქნება ბიბლუსის გალერეაში, ჭავჭავაძის 71 ნომერში. და იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერც ერთი ტიპის ბილეთს ვერ შეიძეს და ვერ მოხდება ამ ასე ვთქვათ, TED-ზე, როდის აიტვირთება ვიდეოები და როდის იქნება შესაძლებელი რომ უკვე არტ საზოგადოებრივი სადღაც 2-3 კვირაში ღონისძიების შემდეგ მე ვებგვერდზეც დავდებ და Facebook-ზეც და გააცელებ ყველასაც მოევლის ეს გამოსვლები დარწმუნებული ვარ. და ყველა იპოვის თავისთვის საინტერესო გამოსვლას. წარმატებას გისურვებთ, წარმატებულ გამოსვლებს. ჩვენ შევისვენოთ ცოტა ხნით, დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.